ცაგერის საკრებულოს წევრი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ლაშა ლეთოდიანი საკრებულოში ოცნების სიით მოხვდა, ბოლოს კი ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. მისი პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართა. ლეთოდიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. საქმეზე დაკავებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გურჯაანში პოლიციელმა ახალგაზრდა კაცი დაჭრა, შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება სამართალდამცველის მამასა და სხვა სოფლის მცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი კონფლიქტში პოლიციელი ჩაერია. მამის დაცვის მიზნით მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა. მომხდარს პროკურატურა იძიებს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი გამოცემა გურიანიუსთან საუბრისას ამბობენ, რომ ღორები ჭირით დაეხოცათ. ადგილობრივები სპეციალისტების ჩართვასა და რეკომენდაციებს ითხოვენ, მათი თქმით, იგივე პრობლემა სხვა სოფლებშიც. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გალის რაიონის ეგრეთ წოდებული პროკურატურა გელამებონიას საქართველოს მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.